ავტოსადგურების ფუნქციონირებისთვის ახალი მოთხოვნები დადგინდა. რეფორმის მიხედვით სიახლემ ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას, ბაზარზე თანაბარი პირობების შექმნასა და საერთაშორისო დონის ავტოსადგურების მშენებლობის სტიმულირებას. მეორე კლასის ავტოსადგურის სტატუსის მოსაპოვებლად არსებული რესურსის განახლებაზე მუშაობს ზესტაფონის ავტოსადგურიც. მიმდინარეობს ავტოტრანსპორტში, რომ ყველა სიტუაცია უნდა დაალაგდეს ბოლოს და ბოლოს. მათ შორის ზესტაფონის რაიონში ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ვიყოთ ავტოსადგური, როგორაც ვიყავით. ამის დადასტურება მოგცა რაიონის ხელისუფლებამ პირველ რიგში, რომ აქ ავტოსადგური უნდა იყოს. შემდეგ დავიწყეთ ყველა მოთხოვნების შესრულება, რასაც კი მთავრობა განიხილავს. ამისათვის ჩვენ მომაწესრიგეთ დარბაზი, გავარემონტეთ, გავაკეთეთ ახალი სალარო, ახალი მძღოლების მოსასვენებელი ოთახი, სადისპეჩერო, შესანახი საკანი, დედათა და ბავშვთა ოთახი და ეხლა მიმდინარეობს გარეთ გადახურულის გაკეთება, რომლის მოთხოვნაც ყველა კატეგორიის ავტოსადგურს აქვს. მათ შორის ჩვენ ვართ მეორე კატეგორიის ავტოსადგური და ვაკეთებთ ეხლა გადახურულს და იქ იქნება 6 ბაქანი, საიდანაც ის მანქანები, რომელიც გადიოდა შპსმ მეგზურიდან, ამ ცენტრალური ავტოსადგურიდან დადგებიან ამ ბაქანზე და მოემსახურებით ხალხს ისე, როგორაც ამას ითვალისწინებს კანონი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ. თვითონ ტრანსპორტს რაც შეეხება, ამის რესურსი რამდენია? თვითონ ტრანსპორტს რაც შეეხება, ის მოთხოვნა, რომ 150 კილომეტრზე ზემოთ უნდა იმუშაოს M3 კატეგორიის მანქანებმა, ამის რესურსი ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ შეხვედრის დროს ეთქო მას ყველა ავტოსადგურის ხელმძღვანელობის სახელით, რომ ეს პროცესი იქნება ცოტა ხან გადაიდოს და ველოდებით მას, რომ ეს პროცესია გადაიდება ალბათ და როცა გვეტყვიან, რომ თქვენ უნდა მოიყვანოთ M3 კატეგორიის მანქანები 150 კილომეტრს იქით მოვიყვანთ, შევეცდებით, რომ მოვიყვანოთ ეს მანქანები და გავაგრძელოთ მუშაობა. ვინც შეძლებს იმუშავებს, ვინც მოიყვანს იმუშავებს და ვინც არ მოიყვანს და ვერ იმუშავებს. ავტოსადგურის სერტიფიცირების ვალდებულებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად ცენტრალური ავტოსადგურის გარდა ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორც გვეუბნებიან, სხვა სუბიექტებმაც მიმართეს. ჩვენ ორმა მეწარმემ მოგუმართა ზესტაფონში, მათ შორის ერთი ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე, მეორე კი ყოფილი ცენტრალური ავტოსადგურის ტერიტორიაზე, რომ აღუძრათ შუამდგომლობა სახმელეთო ტრანსპორტის აგენტოში და ჩვენც შესაბამისად ვსწავლობთ ამ საკითხს, მოგეხსენებათ სიახლეა და იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება შორაპნის ტერიტორიაზე არსებულ 5 ჰექტარ მიწას, მოგეხსენებათ, რომ ეს მიწა გასხვისებული იქნა სახელმწიფოს მიერ ვალდებულებით, რომელიც ბევრ სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს M2, M3 ტიპის ავტობუსების მიმღებ მეორე კატეგორიის ავტოსადგურს, რომელსაც მთელი რიგი პარამეტრები აქვს. მოგეხსენებათ, რომ უკვე 1 ივნისიდან სამარშრუტო ეგრეთ წოდებულ სამარშრუტო ტრანსპორტ შორს გასვლის უფლება არ ეძლევა, არ მიეცემა ქალაქებიდან და ძირითადი საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იქნება უკვე ავტობუსი და სწორედ აი ამ ავტობუსების თვის იქნება გამიზნული ეს ავტოსადგური და მათ შორის საერთაშორისო მიმოსვლის ტრანსპორტისთვის, რომელიც თქვა თბილისიდან თუ აზერბაიჯანი, სომხეთი და ასე შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გამავალი იქნება მათთვისაც ეს ავტოსადგური აუცილებელი გაჩერების წერტილი. ზესტაფონის მერის ინფორმაციით გარკვეული ვალდებულებები ექნება ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელთაც სოფლის მარშრუტებზე უწევთ მოძრაობა. რაც შეეხება ჩვენ შიდა მიმოსვლის ტრანსპორტს, ასევე არის ეს ვალდებულება, რომ გარკვეული რეგულირება უნდა მოხდეს აქაც და ამ საკითხის შესწავლაშიდაც ვართ, რამდენად შიდა რეისების აუცილებლობა იგეგმება, ვთქვათ, და გვაქვს დათვლა ისეთი, რომ მომგებიანი რეისები, სოფლები, სადაც მძღოლები მოგებას ნახულობენ,
გადამზიდავებთან ჩამოვაყალიბოთ ისეთი ურთიერთობა, რომ მივაბად ზედ ისეთი სოფლები, სადაც დღეს ტრანსპორტს დიდად არ ეპიტნავება, რომ ავიდეს და მოემსახუროს იმ სოფლის მოსახლეობას იმის გამო, რომ აცხადებენ არ არის მომგებიანი ესა თუ ის მარშრუტი და გვექნება მცდელობა იმისა, რომ წამგებიანი მარშრუტები მივაბათ მომგებიან მარშრუტებს და ამით დავავალდებულოთ ავტოტრანსპორტის სატრანსპორტო საშუალების მფლობელები, რომ რომელიმე სოფელი არ იყოს მიტოვებული ავტოტრანსპორტის გარეშე. ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორის ირაკლი იზორიას განცხადებით, სავარაუდოდ ძალიან მალე იქნება მოთხოვნა, რომ საქალაქთაშორისო გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა დამონტაჟდეს. მისივე განცხადებით ავტოსადგურების რეგულაციების წესებში სხვა არაერთ მოთხოვნასთან ერთად ჩნდება სამედიცინო შემოწმების მიმართულებაც. ასევე კანონი ითვალისწინებს გარკვეული წესების შემოღებას საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. საქართველოს მასშტაბით უნდა შეიქმნას სამი კატეგორიის ავტოსადგურები, ეს არის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის ავტოსადგურები. აქედან გამომდინარე პირველი ავტოსადგური პირველი კატეგორიის მომსახურება საერთაშორისო და ადგილობრივ გადაყვანებს. არის ტექნიკური რეგლამენტის შესრულება, ვიცით რომ ტექნიკურ რეგლამენტში გაწერილია მთელი რიგი ესე ვთქვათ რეგულაციები, რაც ეხება ავტოსადგურების ინფრასტრუქტურულ მოწყობას, იგივე ბაქნების რაოდენობას, ავტობუსების რაოდენობას, აქვე მოსასვენებელი ოთახების რაოდენობას, თვითონ მძღოლებისთვის, დედათა და ბავშვთა ოთახის და სამედიცინო ოთახების არსებობას, ასევე სალაროების არსებობას და მთელი რიგი ტექნიკური მოთხოვნები რაც არის, ამას შემდგომ სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველს მოხდება სერტიფიცირება ან შეიძლება სხვა ესე ვთქვათ ავტორიზებული ორგანოს მიერ გაცემული ესე ვთქვათ ცნობის საფუძველზე. სამივე კლასის ავტოსადგურებში არსებული ყველა სახის მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეშემო პირებისთვის. კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა რენე აბესაძის სახელობის ახალგაზრდულმა თეატრ სტუდიამ მართვე მაყურებელს მორიგი საპრემიერო ჩვენება შესთავაზა. მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი. გასაფულის გარია, ქვეყანას უხარი, რა კარგი სიზმარია დედა, არ გამაღვიძა. მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი. სპექტაკლი გზაარეულ ახალგაზრდებზეა, რომლებმაც ბევრი დაკარგეს და ცოტა მიიღეს. სამი მეგობარი ძმაკაცის ბინაში იმალება, რომელიც ომში დაკარგეს და მოგვიანებით სისხლით შავად შეღებილი იასამნებით გადავსებულ ადგილას იპოვეს. სამი მეგობრიდან ერთი ლოთი გახდა, ორი კი ნარკომანი, რომლებიც ნარკოტიკსა და სასმელს იღებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრებისგან მიყენებული ტკივილი დაეძლიათ. ამის მიუხედავად ბიჭები, რომელთა ცხოვრება მარიამ გორგაძის საინტერესო პერსონაჟმა ნიამ შეცვალა, მეგობრობის მაგალითს იძლევიან. სპექტაკლის სტუდიის ხელმძღვანელი ზურა აბესაძის რეჟისორობით დაიდგა. დიდი ხანია მუშაობთ, ბევრი ღამეებიც, ძალიან ბევრი წვალება იყო, მაგრამ ღირდა ამ წვალებად, იმიტომ რომ აგერეთვე თვითონ ვინახეთ მაყურებელმა ეხლა რომ პრემიერა შედგა ძალიან კარგად და აღფრთოვანებულია მაყურებელი. მე-7 პრემიერა ვითამაშეთ უკვე და მართლა კიდე შეთავაზებს მომავალ თვეში ახალ პრემიერას ზესტაფონელ მაყურებელს. მინდა უსურვო ამ ახალგაზრდებს წარმატება, მიხარია ყველაზე მეტად ის რომ მაყურებელი უჭირავთ და მაყურებელს ასმენინებენ ბოლომდე და ეს არის თავარი იმ რელსებზე დგებიან ნელა-ნელა, რაც არის ყველაზე დიდი ხელოვნება, თეატრი, სინთეზური ხელოვნება და აი ამისკენ მიდიან ჩვენი ახალგაზრდა თაობა. წარმატებები ყველას და მადლობა ჩვენს მაყურებელს. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ როლზე მუშაობა. თავიდან ცოტა გამირთულდა, მაგრამ მე ნელ-ნელა შევედი როლში და პრემიერამ ძალიან კარგად ჩაიარა და ძალიან ემოციურად დატვირთული დღე იყო ეს ჩემთვის. ძალიან რთული და საინტერესო იყო ამ როლზე მუშაობა, იქიდან გამომდინარე რომ ნარკომანი ვიყავი, ნარკომანია მოგეხსენებათ ძალიან რთული დაავადება, ის მოშორებაც ძალიან რთულია და ამ სპექტაკლში კი ნახეთ როგორი იყო ეს გოგო ჩვენთვის, ასე ვთქვათ, ფარველი ანგელოზი გამოდგა. რთული იყო მუშაობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი აზრით გამოგვივიდა პრემიერა და წარმატებულიც იყო. ამ სპექტაკლზე მუშაობა დაიწყო იქიდან, რომ თბილისში ვიყავი და ზურამ დამირეკა. უნდა შემოგიყვანო ახალ როლზე, მე გამიხარდა და ეგრევე დავთანხმდი და ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიმიღია. რადგან აი დიდი ემოციები წამოვიდა დღეს და მუშაობის პროცესი იყო განსაკუთრებული.
თბილისის ზესტაფონი და აი ძალიან დიდი რაღაც მივეცით თეატრს, რომ ეს სპექტაკლი შექმნილიყო და თეატრმაც დაგვიბრუნა ეს. იარეთ თეატრში. სპექტაკლის სიუჟეტმა, მოვლენების თანმიმდევრულობამ, საინტერესო რეჟისურამ მაყურებლებს ადეკვატური განწყობა შეუქმნა. მე როგორც მაყურებელი ამ სპექტაკლის მოლოდინში ვიყავი ძალიან დიდი ხანი და მართლა როგორც ყოველთვის ამ სპექტაკლმა იმედები არ გააცრუა, არ გაგვიცრუა მთლიანად მაყურებელს და დარწმუნებული ვარ, რომ თეატր სტუდია მართვე კიდევ ძალიან ბევრ კარგ პრემიერას შემოგთავაზებს და პირადად მე ამ სპექტაკლით ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან დიდი ემოციებით დავიმუხტე და იმედი მაქვს მსგავსი სპექტაკლები არ მოაკლდება ზესტაფონის მაყურებელს. როგორც რეჟისორი ზურა აბესაძე ამბობს, დაახლოებით ერთ თვეში ახალგაზრდული თეატრ სტუდია მართვე მაყურებელს კიდევ ერთ ახალ თავის მერვე ნამუშევარს წარუდგენს. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ღია ციკლები ფარიკაობაში იმერეთის თასი დასრულდა. ტურნირი ქუთაისში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 8 კატეგორიაში ჩატარდა. წარმატებები მოიპოვეს ზესტაფონის სასპორტო სკოლის მოფარიკავეებმა, რომლებმაც ჯამში ქალაქში 9 სხვადასხვა სინჯის მედალი ჩამოიტანეს. იმერეთის თასში ჩემ ასაკში ავიღე პირველი ადგილი. არ ვიტყვი, რომ იყო ძალიან ადვილი. გამიჭირდა პირველი ადგილის აღება. ხოლო ჩემ ასაკზე დიდებთან გამოსვლისას მე ავიღე მესამე ადგილი. მე ახლა ვარჯიშობ, რომ ავიღო შემდეგში პირველი ადგილი და ჩემზე დიდ ასაკშიც გავიმარჯვე. ჩემი მშობლები ხელს უწყობენ ფარიკავაში განვითარებას და ყოველდღე დავდივარ ფარიკავაზე გამარჯვებისთვის. ჩემპიონატში ჩემს ასაკში მე ავიღე პირველი ადგილი, რაც ძალიან გამეხადა. ძალიან ბევრი ვიტვალი მის ასაღებად, ხოლო დიდებში ავიღე მეორე ადგილი. აქ იმიტომ დავდივარ, რომ განვითარდე ფარიკაობაში, უფრო მეტი ვივარჯიშო და უფრო მეტ შედეგებს მივაღწიო. ქუთაისში ფარიკაობაში ჩატარდა იმერეთის თასი, სადაც დავიკავე მეორე ადგილი. ასპარეზობა იყო კარგი, კარგად ვიასპარეზე, იყვნენ ძლიერი მოწინააღმდეგეები და დავიკავე მეორე საპრიზო ადგილი. დიდ ასაკში დავიკავე მეორე ადგილი და პატარებში დავიკავე მესამე ადგილი. ძალიან დიდი მოტივაცია მომეცა, რომ და გავსულიყავი შეჯიბრზე და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამით.